Naționalურმა მოძრაობამ პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის მტკიცებით ყველა ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება. ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკური საბჭოს სხდომა იმართება. პარალელურად პარტიაში დაძაბულობა გრძელდება. ერთმანეთს ახალი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და ნიკა მელიას მხარდამჭერები უპირისპირდებიან. თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ. თუ არის ცნობილი, ვინ მიიღო ხაბეიშვილის მიწვევა და თუ არიან დღევანდელ შეხვედრაზე ისეთი ადამიანები, რომლებიც საბჭოს გარეთ იყვნენ დარჩენილები, ამას გვეტყვის მეგინ არსავიძე, რომელიც ჩამოგვიერთება ახლა პირდაპირ ეთერში. გისმენთ მეგი. როგორც ირკვევა, ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება მიიღო. გია ჭანტურია მის დღეს გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში. პოლიტსაბჭოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს და როგორც მაყურებლისთვის არის ცნობილი, ლევან ხაბეიშვილის შეთავაზება მდგომარეობს შემდეგში. პოლიტიკური საბჭოს ყოფილ წევრებს მოუწოდებს, რომ თუ შეუერთდებიან მიხეილ სააკაშვილის მანიფესტს, ისინი გახდებიან პოლიტსაბჭოს წევრები და ასე აპირებს გააფართოვოს პოლიტიკური საბჭო და გადაჭრას პარტიაში არსებული პრობლემები ლევან ხაბეიშვილმა. ასევე დღეს ჩვენ სხდომის დაწყებამდე გავესაუბრეთ პარტიის წევრებს, ასევე რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აქ შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ პარტიის ლეგიტიმური თავმჯდომარე არის ლევან ხაბეიშვილი და აღნიშნავენ, რომ არჩევნები, პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება წესდებით განსაზღვრულ ვადაში, ანუ 2025 წელს. ასევე დღეს ისაუბრეს ნიკა მელიასთან დაკავშირებულ საკითხზე და აღინიშნოს, რომ ეს არის საკითხი, სადაც განცხადებები არის საკმაოდ გაურკვეველი და ურთიერთგამომრიცხავი, შეიძლება ასეც ითქვას, გამომდინარე იქიდან, რომ პარტიის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ მელია არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ პარტიიდან არავინ გაურიცხავთ ოფიციალურად, ასეთი იყო დღეს ბარამიძის განცხადება და ასევე მან განმარტა, რომ ლევან ხაბეიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება და მოწოდება ნიშნავს შეცდომის გამოსწორებას. შეცდომა იყო და ამ შეცდომის აღიარება არის მათ შორის ეს მანიფესტი, ვისაც სამართლიანი გულისწყრომა ჰქონდათ პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, ეხლა ეს პრობლემა რეალურად მოიხსნება. კინკლაობა კი არ გავაგზელოთ. მივყვეთ იმ გზას, რასაც გვირჩევს მიხეილ სააკაშვილი, რომლის დარი, ავტორიტეტი ამ პარტიაში არ არის. გარკვევით თქვა პარტიის თავმჯდომარემ, ყველა ადამიანი, ვინც იყო ყოფილ პოლიტსაბჭოში, ძველ პოლიტსაბჭოში. ყველაში იგულისხმება ყველა. არავინ არ გაურიცხია პარტიას, რაღაცით არავინ არ ირიცხება. არ ირიცხება ნაციონალურ მოძრაობაში, იმიტომ რომ მანამდე ნიკამ გააკეთა განცხადება, რომ არ ვარ ნაციონალურ მოძრაობის წევრიო. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის ერთიანობის მანიფესტის თანახმად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო ფართოვდება. ლევან ხაბეიშვილი არის ლეგიტიმური თავმჯდომარე, ის არის შესაბამისი ვადით არჩეული. ამ პარტიაში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ნიკა მელია არ წარმოადგენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. არც ერთ საკვანძო და პასუხისმგებელ თანამდებობას ნიკა მელია არ იმყოფება და მას არ აქვს წევრობის სტატუსი ამ თვალსაზრისით. მე ვარ იმერეთის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელი, კონკრეტული საქმეები გვაქვს და არჩევნებისთვის ვემზადებით და ეხლა კონკრეტულად რაღაც ჯგუფების მიერ არჩევნების მოთხოვნები, ლევანი 2 წლით არჩეული ცით და ყველაზე მცირე დროა რაც შეიძლება თავმჯდომარე ყოფილიყო და ეხლა გამოცდები ხო არა ყოველ წელიწადს ვატაროთ ან 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები მოდის და რავი და არჩევნებით ხო არ შევხვდებით ეხლა საპარლამენტო არჩევნებში. პოლიტიკური საბჭოს სხდომა ნაციონალურ მოძრაობაში სავარაუდოდ უკვე სრულდება და უფრო მეტ დეტალს მედიის წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით მოვისმენთ ლევან ხაბეიშვილისგან. ეს ხომ მეგინ არსავიძე, მადლობა.